დღეს ჩინეთში ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს მონაწილეობს. ფორუმზე სიტყვით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოვიდა. ჩინეთში ასევე იმყოფებიან საქართველოს ეკონომიკის, კულტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები. რა პროდუქცია წარმოადგენია ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ სტენდზე და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ფორუმ საქართველოსთვის. ამას ჩვენი ჟურნალისტი იანი ბეროკაშვილი გვეტყვის. მე-19 სავაჭრო საინვესტიციო ფორუმი ჩინეთის ქალაქ სიანში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს და მათ შორის არის საქართველოც. საქართველოს წელს პირველად საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. ფორუმის წარმომადგენლებს, ინვესტორებს და ბიზნესმენებს სიტყვით უკვე მიმართა დავით საგანელიძემ, რომელიც არის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. როგორც საგანელიძე აცხადებს, მისი მთავარი მიზანი პოტენციური ინვესტორების დაინტერესება იყო და ის ძირითადი მიმართულება, რომლითაც ინვესტორები ინტერესდებიან, არის სოფლის მეურნეობის სფერო. აი ის დიდი კომპანიები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილი, უნდა დავაინტერესოთ, რომ ჩამობძანდნენ, გააკეთონ სერიოზული ინვესტიციები ქვეყანაში, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს ისეთივე ტემპით, როგორც ჩვენ ვხედავთ ჩინეთში ვითარდება ეკონომიკა. სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდია ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ. ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობა ყოველდღე ღრმავდება. დღევანდელი ფორუმიც ამის დასტურია. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთ თანამშრომლობას. მთელი რიგი მიმართულებები გამოიკვეთა, მათ შორის საინვესტიციო, სამეცნიერო თანამშრომლობა გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით. ფორუმზე საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია ქართული პროდუქცია, მათ შორის არის რა თქმა უნდა ქართული ღვინო, ასევე ჩურჩხელა. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს შეუძლიათ აიღონ ბუკლეტები და მიიღონ ინფორმაცია ქვეყნის შესახებ. ასევე ფორუმის გახსნის ცერემონიაზე ქართული ხალხური ცეკვა შეასრულა ანსამბლმა რუსთავმა. როგორც ფორუმის ქართველი მონაწილეები აცხადებენ, ყველა ეს ღონისძიება ემსახურება იმას, რომ მოხდეს ქვეყნის პოპულარიზაცია და ინვესტორები და ბიზნესმენები დაინტერესდნენ და ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას. ჩინეთში მართლაც ისეთი ხელოვნებაა ძალიან ძველი და ჩვენც სამოვიდეთ ჩვენი ქართული ცეკვები, არის მთიულური, ფარიკაობა, აჭარული, ძველი თბილისი, რამოდენიმე ნომერია, რომელიც მართლაც საინტერესო იქნება გამოფენაზე, გამოლეთ და წარმოადგენენ ჩვენ ხელოვნებას. საინვესტიციო და სავაჭრო ფორუმზე საქართველოს აქ დიდი პატივი იყო საპატიო სტუმრის წოდებით და შესაბამისად რუსთავი ანსამბლი არის წარმოდგენილი, ამავე დროს არის წარმოდგენილი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, რაც არის ჩვენი ღვინო და ზოგადად კულინარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი. სავაჭრო საინვესტიციო ფორუმი ქალაქ სიანში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება ქართული დელეგაციის ვიზიტის გაგრძელებას, ისინი გადაინაცვლებენ ქალაქ პეკინში, სადაც არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.